ახლა ვიმყოფებით ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ სახლთან. ეს არის ის სახლი, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. რაოდენობით თანხა, ძვირადღირებული ნივთები თუ ტექნიკა არის ამოღებული ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახლიდან. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ საგამოძიებო უწყებას არ გაუწია, კითხვებზე პასუხს არ გვცემს. არც ირაკლი ქარსელაძის მეუღლე. ჩვენ ორჯერ გვქონდა დღეს მცდელობა მისთვის დაგვესვა კითხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე მას პასუხები გაეცა, თუმცა ჩვენს კითხვებს თავი არის და არ გვითხრა სად არის მათ შორის ირაკლი ქარსელაძე, რადგან ამ დასახლებაში გვითხრეს, რომ ქარსელაძე გუშინ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა წაიყვანეს. შესაბამისად, რა სტატუსით არის ირაკლი ქარსელაძე წაყვანილი, არის თუ არა დაკავებული თუ მოწმის სახით იკითხება. ეს კითხვებიც ახლა ბუნებრივია რელევანტურია და აინტერესებს საზოგადოებას. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება თავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვცადეთ, გვაინტერესებდა რას გვეტყოდნენ ქარსელაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ გითხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გვეტყვიან, ანუ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, რომ ქარსელაძე შესაძლოა ახლა მოწმის სტატუსით იკითხებოდეს. სწორედ საგამოძიებო უწყებაში ქარსელაძის მოადგილე, ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გაბუნია გუშინ დააკავა ძალოვანმა უწყებამ. მას ედავებიან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონების უკანონოდ დაუფლებას, კანონდარღვევით ხელში ჩაგდებას. ამიტომ დიდი ალბათობით კითხვები სწორედ ყოფილ მინისტრთან ამ მიმართულებითაც ექნება საგამოძიებო უწყება. სხვათა შორის ამ წუთებში თავრობის სხდომა მიმდინარეობს. საინტერესოა ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურება თუ არა ინფრასტრუქტურის მინისტრის უახლოესი გარემოსთვის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. ირაკლი ყობახიძე რას იტყვის სწორედ ქარსელაძის საქმესთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ქარსელაძე ამ ეტაპზე სახლში არ იმყოფება. ოჯახის წევრები დამატებით კითხვებზე პასუხებს არ გვცემენ. საინტერესო არის რა სტატუსით იკითხება ის ახლა საგამოძიებო უწყებაში, რა მიმართულებით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ გამოძიება, რა კითხვები ქონდა ჩვენ ქარსელაძის მეუღლესთან, ამას ახლა ჩვენი მაყურებლები მოისმენენ. და შეგიძლიათ გითხრათ, მხოლოდ ფული ამოიღეს თუ ტექნიკაც? ელოდებით რომ დაიჭერენ ბატონ ირაკლის? უკაცრავად გაგვეცით რა კითხვაზე პასუხი? ვითხარით რა მოიღეს, თუ ქონდა ირაკლის ინფორმაცია მის მოადგილესთან დაკავშირებით დანაშაულში რომ იყო ჩართული? სად არის ახლა ბატონი ირაკლი? წაიყვანა გამოძიება? რა იცით, შეგიძლიათ გითხრათ, ვინ ყავთ ადვოკატი? ესწრებოდა ადვოკატი დაკავებული? უკაცრავად დაკავებულია ბატონი ირაკლი? დაცვის სამსახურმა თქვა რომ წაიყვანეს. როდის ნახეთ ბოლოს ბატონი ირაკლი? წინა ვნახეთ, ჩემს მენა რო იყო. ის კი აქ იყო, ხო? ო, სახლში. გუშინ წინ არ ჩატარებულ აქ საგამოძიებო მოქმედებები? მე ვიყავი ყოველ მესამე დღესობას მენაში. თქვენ რო იყავით მაშინ არ ყოფილან ესე იგი აქ საგამოძიებო უწყების თანამშრომლები, ხო? არა. ხო. გუშინ იყვნენ ესე იგი. არ ვიცი, არავის არაფერი. დიდი ხანი ატარებდნენ თუ იცით საგამოძიებო მოქმედებებს? ხო გეტყოდათ თქვენი მეზობელი. რა იცით აქ არის თუ არა? ესე ჩვენ თუ არ ვიცით, საიდან იცით? წავიდა ქვეყანა დატოვა? მე რა ვინ ქვეყანა დატოვა? გუშინ ხომ არ ჩაუტარებიათ, ხომ არ იცით რა მოიღეს? თქვენ როდის ნახეთ ბოლოს ბატონი ირაკლი? მე არ დავდივი, აბლოს აღმოსავლდა. არ გინახავთ დიდი ხანია? როდის იყო საგამოძიებო მოქმედებები? გუშინ ჩატარდა? რა გაიტანეს? აქ იყავით გუშინ? ეს დილას მოვედი ჩემო კარგო, არა. ბატონი ირაკლი როდის ნახეთ ბოლოს? ორის მენის წინ. რო შემოვიდა მანქანა. რა გითხრეს? ხომ არ იცით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მის სახლში. თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ აქ პოლიციელები და გამომძიებლები იყვნენ? არ გაგიგიათ? ქარსელაძის სახლში ძალოვნების შესულით სამიზნე ძალოვანი უწყების მხოლოდ ირაკლი ქარსელაძე არ არის. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ირაკლი ქარსელაძე გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, კურსელი, მეჯვარე იყო. ამიტომ ახლა ჩდება კითხვა, შეიძლება თუ არა სამიზნე იყოს სუსის ყოფილი ბოსი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ქარსელაძის შემდეგ სწორედ მიადგნენ გრიგოლ ლილუაშვილს. ერთ დროს ქართულ ოცნებაში ოცნებასთან დაახლოებული პირები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებაში ახლა შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს და ერთ დროს ირაკლი ღარიბაშვილის კადრებზე ამბობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ თითით საჩვენებელი მინისტრები იყვნენ, თუმცა ირკვევა, რომ ყველა მათგანი პრაქტიკულად კორუფციაში იყო ჩაფლული და ახლა ირაკლი ყობახიძე სწორედ მათ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.
რეალურად ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება შიდა დაპირისპირების ფონზე და პერსონალური კონფლიქტები, რომელიც გარკვეულ ჯგუფს აძლევს დღეს საშუალებას რაღაცა რევანში მოუწყონ სხვა მეორე ვთქვათ დაჯგუფების წარმომადგენლებს. ეს realობაში ქართულ სახელმწიფოს ანგრევს, იმიტომ რომ კორუფცია არის ყველგან და რაც მთავარია არის ვერტიკალურად და მოდის სათავიდან, ამიტომაც ის რაც ეხლა ხდება, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის სინამდვილეში ეჭვიანობა და შურისძიება ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაციები ქონდა ბევრად უფრო ადრე, როგორც ჩანს მიუშვა ეს პროცესი. ეს არის ერთგვარი ალბათ ბერკეტიც ეწოლის თუ ზემოქმედების ადამიანებზე და ეხლა ვიზეც გინდა იმაზეც აამუშავებს, ვინც მას მიაჩნია, რომ ეხლა არის დასასჯელი. თორე ის ხალხი, ვინც აი პირველ რიგში ვინც ასამართლებს სხვებს, მოსამართლეები დიდი ნაწილი თავად არიან კორუფციაში ჩაფლული. ფაქტია, რომ შიდა დაპირისპირება კორუფციასთან ბრძოლის სახელით ქართულ ოცნებაში გრძელდება და ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ირაკლი ხარსელაძესთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, როდის წაუყენებენ მას ბრალს, წაუყენებენ თუ არა საერთოდ ბრალს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. მის მოადგილეს გუშინ დაადეს ხელბორკილები, ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში კობა გაბუნია ელოდება ბრალის ოფიციალურად წარდგენა. დღეს მოხდება მისთვის სავარაუდოდ ბრალის წარდგენა და არ არის განმორიცხული, რომ დღესვე ჩატარდეს სასამართლო პროცესი. საინტერესოა, კობა გაბუნია დაადებს თუ არა ხელს ირაკლი ხარსელაძეს მისი თავისუფლების სანაცვლოდ, იტყვის თუ არა, რომ გარიგებაში, კორუფციულ გარიგებაში, მილიონების მითვისებაში მხილებული იყო მათ შორის ირაკლი ხარსელაძეც და ქონდა მასაც ინფორმაცია, რასაც ედავება საგამოძიებო უწყება ახლა მის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ხარსელაძე, როგორც გითხარით, სახლში არ იმყოფება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ინფორმაციით აქ ცხოვრები ადამიანების ინფორმაციით ის გუშინ წაიყვანეს. გამოკითხვაზე არის თუ არა ის ახლა ჩვენთვის უცნობია. კითხვაზე პასუხი არის თუ არა დაჭერილი. ხარსელაძე დღეს მისმა მეუღლემ არ გვაქვს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ვერცერთ კითხვას პასუხს ვერ გაცემენ.